საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადაასვენეს. საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა გაიმართა. უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდები სწორედ სამების ტაძარში გაიმართება. პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიების სხდომები გაიმართა. კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები. ილია მეორე 1977 წელს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა კავკასიის მედიცინის ცენტრში ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს 17 მარტს. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. სახელმწიფო უწყებებზე დაშვებულია დროშები. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ათასობით ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ დაკარგა საკუთარი მამა. და ეს განცდა არის ძალიან გულწრფელი. იმიტომ რომ პატრიარქი იყო ნამდვილი მამა ყველას და მე ამოთქვამ სამძიმარს ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთ ქვეყანად ვიქცეთ, როგორიც მას ქონდა სურვილი და როგორიც ქონდა ჩაკეთებული. ძალიან ტკივა ამაზე საუბარი, მაგრამ ესეთი რეალობა. ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა, უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად რაღაცა, მაგრამ ზეცაში ყველაფერი გრძელდება და ჩვენ ქრისტიანები ვარ და უმთავრესი რამის გვჯერაც მარადიული ცხოვრების და იქ მარადიული სამყოფელის და ვისთვე უწმინდესი ცხოვრება და ჩვენთვის. უწმინდეს ძალიან უნდა ღმერთთან წარმდგარი იყო, იმიტომ რომ იმისთვის ყველა ქრისტიანი იმისთვის იღწვის და იმიტომ შრომობს სულიერად, რომ მარადიული სასופელი დაიმკვიდროს და უწმინდესი აი როგორც აი კელაპტარის რო დაანთებ ხოლმე ლოცვისა და დაგიდინება კელაპტარი, ესე ჩამოდენა ჩვენ ეს ქვეყნის სიყვარულში ჩვენ უწმინდეს, აი ყველასთვის ჩამოდენა, აი ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს არ მახსოვს რომ უწმინდეს ვინმე გაელანძღოს, ვიღაცაზე აუგიეთქვას. წლების წინ მომეცა ეს შანსი რომ 17 მაისს სრულობაზე როცა პატრიარქი ცოტა კარგად მზადდებოდა, მე ნახა შორიდან სამების საკურთხეველში და ძალიან ემოციური მომენტი იყო, იმიტომ რომ როდესაც დავინახე პატრიარქი პირდაპირ აი წერილი დავიწყე, იმიტომ რომ ამ ადამიანისგან იგრძნობოდა უდიდესი მადლი, უდიდესი სიყვარული, უდიდესი ძალა. იყო უდიდესი ადამიანი. ის იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა და გვამხნევებდა, როგორც შეეძლო. ყველანი მისი შვილები ვიყავით უნივერსიტეტში და ვიჭირს მას ეს საუბარი. პატიებას ვთხოვთ მის უწმინდესობას, თუ რაიმე ისევე შევაფასე და დავინახეთ და შევთხოვთ ღმერთს, რომ მარადიულად პოსკსენება მისი. ილოცეთ მისთვის და ილოცეთ ასევე ერთმანეთისთვის. მარხვის პერიოდია და მართლაც შეიძლება ვთქვათ, რომ განსაცდელიც რაღაცა კუთხით, მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება, ღმერთმა ესე დაუშვა, რომ იმ დროს, როცა ადამიანები ყველაზე მეტ მტკიცედ და სულიერ სიძლიერით უნდა იყოს, მოხდა ის, რომ დაქრივდა ივერიის ეკლესიის ტახტი. წავიდა ჩვენი სულიერი მამა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მისი თხოვნის შესაბამისად ერთობაში და სიყვარულში ერთმანეთთან. ეს გვმართებს ახლა და ღმერთი შეგვეწევა და მოგცემს წყალობას.
მიმდინარეობს დაიწყო უბრალოდ უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც აღავლინის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მე პირველ რიგში სამზიმარს უცხადებ სრულიად საქართველოს ძალიან დიდი ტყევილი არის ნამდვილად მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს იმ ყველა მიმართულებით ქრისტიანული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით რა უბრალოდ დიდი ტყევილი არის ამ წუთში ჩვენს გულებში ყველა ქართველის ემიგრანტების მე პირადად დამყოფი ვარ საპატრიარქოში და ორჯერ ვარ შეთანხმებული პატრიარქთან. მე ყოველთვის კარგი მახსოვს ამ ადამიანისაგან. ის იყო წმინდა ადამიანი. ჩვენი პატრიარქი იყო ყველას პატრიარქი, ყველა ადამიანის მამა იყო და მე მაქვს ერთი იდეა რომ ალბათ წარმოადგენ ამ ჩემს წინადადებას თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მე გახლავართ ქუთაისში შვილობის ბუდიზმის მონუმენტის ავტორი და ჩემს სურვილი ხდებოდა რომ საქართველოში გამოსულიყო პატრიარქის სურათით მშვიდობის ფული ასეთ რაღაცა. ძალიან დიდი ერისკაცი პირველ რიგში ადამიანი. მე საქართველოს დაკარგა ძალიან დიდი პიროვნება. პატრიარქი ჩვენი მამა და რა ვიცი, ყველაფერი იყო ჩემთვის მაგალითად. ალბათ სიტყვები და ვერაფერს ვერ გეტყვით რაშვილო. უხოც მე მთელი ოჯახი ტირის სხვა რა ვიცი რა უნდა გითხრათ როგორ თუ დაკარგა ახლა ყველაზე ეტყვიან დააკდა ქალაქს არა მსოფლიოს დააკდა შვილი მეტი რა ვიცი რომ თვითონ ბევრი ეპარქიები შეიქმნა ბევრი იმიტომ რომ ჩვენ იმ კომუნისტური იმიდან რომ გამოვედით და პატრიარქი დიდი ხანია ხო რო არის 50 წლამდე არის ხო და ამიტომ ეს ისეთი ეპოქა არის ერთი ადამიანის ცხოვრება მისი თვითონ პატრიარქობის ეპოქა
აქ შემომატებაზე იმას ვიტყვი, რომ თვითონ ალბათ ეპარქიების შემომატება, სასწავლებლების შემომატება, იმიტომ რომ რთული პერიოდია. საერთოდ საქართველოს რთული ხოდა პერიოდი, ხო? სულ ის იყო. და რაც ეკლესია ის იმ დროში ჩვენ შემოვედით, როცა ეკლესიებს მარტო მთებზე აგებდნენ და მაღალ ადგილებზე. ეკლესია უკვე ძალიან მე მგონია რომ ეკლესია უნდა იყოს სოციალური. აი პირდაპირ ადამიანების პრობლემა იქნება და რაღაცეები იყო ხო რამდენიმე თვითონ რეპრესირებული მგდელიც არის ამ ახალ ეპოქაში და აი ეს ღიაობა და ეს გადაფასებას რასაც ქვია ხო გადაფასება ეს ალბათ მერე წლების მერეც მოხდება და რამდენიმე დღეშიც მოხდება ეს ყველაფერი. ილია მეორის გარდაცვალება არის ჩემი კარგო გოგონებო მარტო საქართველოსი კი არა. მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის ძალიან დიდი დანაკლისი. ილია დიდი პიროვნება იყო ქრისტიანულ სამყაროში. ჩვენ ბევრი რამე, ჩვენ ქრისტიანულ რეალს ძალიან ბევრი რაიმე გაუკეთა. საქართველოს გაუკეთა პირველ რიგში ეს სიკეთე. ამიტომ 50 წელი კაცი საჭეთმრობელი იყო ამოდენა ორგანიზაციის და მისი გავლენა ძალიან დიდი იყო საერთოდ ჩვენთან მარტო კი არა. საერთოდ მთელს ქრისტიანულ სამყაროში. ჩვენ ბევრი რამე ჩვენი ეკლესიისთვის მან ძალიან ბევრი რაიმე გააკეთა. კარგად ძალიან. მაგისტრის მოვედით რომ აუნთოცანთელია. სხვა რა უნდა გითხრათ, კაი პიროვნება და ნათელი მისურს. წინასწარის შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ოჯახის არასრულწლოვან წევრთან 2012 წელს დაბადებულ პირთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137, 11 პრიმა 126, 11 პრიმა 151 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 2006 წელს დაბადებულ პირს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომი მათი რეალიზაციის მიზნით. მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბრალდებული პირს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს დაზარალებულის მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული მას ფიზიკურად უსწორდებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 ტერცია 126 და 151 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულის პირადი საცხოვრებელი სახლის შეყრისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს. სარეალიზაციოდ დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და STEM სფეროებში მულტიდისციპლინარული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი დაფუძნდა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით კიუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ცენტრის პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად კიუს პროგრამების ხელმძღვანელები, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვლევით ცენტრს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ალექსანდრე მესხი უხელმძღვანელებს, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას ცენტრის მისია და ძირითადი მიზნები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლად დაფუძნებული ცენტრის სამომავლო გეგმებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევებსა და პერსპექტივებს STEM მეცნიერების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფუძნდა
გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. მასში წარმოდგენილი იქნება STEM მეცნიერებები. ძირითადი მიზანია შესრულდეს მრავალ ფუნქციური კვლევები, მრავალდისციპლინური კვლევები, ჩართული იყვნენ ახალგაზრდები ახალ სამეცნიერო პროექტებში, გაიზარდოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობა, შესრულდეს მაღალი დონის ნაშრომები და შემდგომ გამოქვეყნდეს ასევე მაღალი დონის გამომცემლობებსა თუ ჟურნალებში. იმედი მაქვს, კვლევითი ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მარტო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობაში, არამედ ასევე საქართველოში არსებულ სამეცნიერო ატმოსფეროში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა. ინსტიტუტის ძირითადი მიმართულება კვლევით დარგში იქნება როგორც ხელოვნური ინტელექტი, ისე რიცხვითი მეთოდები, კვლევითი მეთოდები და გამოყენებითი მათემატიკის სხვა მიმართულებები. ცენტრი საშუალებას მისცემს როგორც ჩვენ სტუდენტებს, ისევე ჩვენს პროფესურას და ასევე რა თქმა უნდა მოწვეულ უცხოელ პროფესურას ჩაერთოს საერთაშორისო კვლევით ამოცანებში და ასევე ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენ უნივერსიტეტისთვის, რომ გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ოჯახის წევრი. გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი იქნება სივრცე, სადაც მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები გაერთიანდებიან ინოვაციური იდეების გარშემო, ჩაერთვებიან STEM კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო ფორუმებში. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს STEM მეცნიერების მიმართულებით პროგრამების განხორციელება და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს SKIUS-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ჰაბად.